კიბეჯის დირექტორი არის ჩვენთან ერთად და ვისაუბრებთ რა პრობლემები არის ამ ბაზარზე. ნელი დილა მშვიდობის. პირველ რიგში როგორ ხართ? მადლობა, კარგად ჯანმრთელობის მხრივ, რაც ახლა პირველ რიგში არის პრობლემა. და ხნედაც ხო ხართ, რაც მთავარია, ხნედ. რა თქმა უნდა, პოზიტიურად და მხნედ. ძალიან კარგი. ნელი, პირველი კითხვა რაც იქნება და არავის არ იქნება გასაკვირი, როგორ აისახა ეს პანდემია აი თქვენს ბიზნესზე? უძრავი ქონების ბიზნესზე ამ შემთხვევაში. ეს პანდემია, რომელსაც ლოკალური და არა გლობალური მასშტაბი აქვს, უძრავი ქონების ბიზნესზე პირდაპირ აისახა, ასე ვთქვათ, გამოიწვია თითქმის თამამად შემიძლია ვთქვა სრული უძრაობა ამ ბიზნესში. რადგან გაჩერდა როგორც მოთხოვნები, ასევე გაჩერდა ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ფართის მესაკუთრეებმა დაგვირეკონდა ხოლმე მათი ფართის გაქირავება ან გაყიდვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრული უძრაობა იყო, როგორც კი პანდემია დაიწყო. ბოლო პერიოდში, ბოლო ერთი კვირის მანძილზე თუ შევადარებ სტატისტიკას, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ასე ვთქვათ, გამოცოცხლება შეიჭრა. სხვადასხვა საინტერესოა, ერთი არის დინამიკა, რომელიც რა თქმა უნდა დაბალი ტემპის არის, მაგრამ მეორე არის საინტერესო ფასები, ანუ ის რომ მოთხოვნა არის შემცირებული, ამან ხო არ განაპირობა, რომ იგივე ქირაობის ფასები არის დაწეული თან დაუშვათ დოლართან მიმართებაში, ისედაც არ არის ლარი მაინც და მაინც თვალსაჩინო და არ გამოიყურება და ამ ყველაფერმა ფასებზეც ხო არ იქონია გავლენა? რა თქმა უნდა იქონია, იმიტომ რომ როდესაც მოთხოვნა უფრო ნაკლებია ვიდრე მიწოდება, ეს ავტომატურად თუნდაც არ იყოს პანდემია და ასეთი სიტუაცია, რაც ახლა ეს ავტომატურად გავლენას ახდენს ფასებზე. აქ შეიმჩნევა ხოლმე ორი ტენდენცია. გამყიდველები ან საერთოდ აჩირებენ გაყიდვებს და ელოდებიან ბაზარი რას შესთავაზებს და როგორ დარეგულირდება ფასი, ან თუ გამოჩნდა რეალური მყიდველი და ნამდვილად უნდათ გაყიდვა და მათთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის არის გაყიდვა, მაშინ რა თქმა უნდა ფასი განიცდის ცვლილებას პლებისკენ. ქირებს რაც შეეხება ანალოგიური სიტუაცია, იმიტომ რომ ქირებზე მოთხოვნა ძალიან შემცირდა როგორც საოფისე კომერციულების კუთხით, ასევე ბინების კუთხით და ბევრმა დაგვირეკა ჩვენ უბრალოდ ფასის კორექტირების კუთხით. რომ ვაქირავებდი ამ ფასად, მაგრამ კორექტირება იქნება, თუ იქნება რეალური დამქირავებელი, ფასზე ვილაპარაკებ. ეს მე ვერ გეტყვით, ეს იქნება 20%-იანი, 30%-იანი თუ 10%-იანი შემცირება, მაგრამ ფაქტია, რომ შემცირებისკენ რეალური კლიენტის შემთხვევაში დავა სიტუაცია. საინტერესოა, ეს ქირაობის ამბავი გავიგეთ, მაგრამ რეალურად საინტერესოა ამ დროს, ანუ როცა ასეთ მდგომარეობაში არის დაუშვათ ეს სფერო და ადამიანს უნდა რომ შეიძინოს მაინც, ხო? ან მაინც რა, ანუ აქვს რაღაცა თანხა დაუშვათ და უნდა შეიძინოს. ეს მოცემულობა, რომელიც ახლა გვაქვს, არის ხელსაყრელი თუ მაინც ჯობია დაელოდო დაუშვათ და კიდევ უფრო შეიძლება დაკორექტდეს ფასები, აქ საუბარი მაქვს დაუშვათ ბინების ან სახლების შეძენაზე ამ შემთხვევაში. იცით რა არის კატეგორია, ჩვენ კლიენტებს ახლა მიუხედავად იმისა, რომ პანდემია და ვთქვათ ასევე დისტანციურად სახლიდან მუშაობ, ჩვენ კლიენტურასთან მაინც გვაქვს აქტიური კონტაქტი, ანუ ჩვენს დამკვეთებთან და რამოდენიმე ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი, თავი შეიკავა და ელოდება ასე ვთქვათ ამ პანდემიის დასასრულს და რაღაც ძვრებს რა მიმართულებებით წავა ყველაფერი, როგორ ამუშავდება ვთქვათ მაღაზიები, რა იქნება, როგორ იქნება იმის მიხედვით ფიქრობს, რომ შეიძლება ფასების შემცირებას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ არის კლიენტების გარკვეული კატეგორია, რომლებსაც სურთ მიუხედავად ამ ყველაფრისა ბინის შეძენა, მაგრამ ეს არის უფრო დაბა ბიუჯეტურ ბინებთან დაკავშირებით, ერთოთახიანები და ოროთახიანები. ჩვენ მათ ასეთ კლიენტურას როგორც ადრეც ვაკეთებდით, ვირტუალურ რეჟიმში ვაწვდით მონაცემებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კარგად დავანახოთ ეს ბინა, ყველა თავისი პლუს მინუსით და შემდგომში თუ შეხვედრა იქნება და დარწმუნდება, რომ ნამდვილად მას აწყობს ადგილი, ფასი, ბინის მდგომარეობა, შემდგომში უკვე ნიშნავთ შეხვედრას, ოღონდ რა თქმა უნდა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც არის ახლა, რაც მოქმედებს ახლა
საქართველოში. ნელი, ახლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქალაქიდან სოფელში წასვლა. თქვენ ასევე გაქვთ გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო მიწების გაქირავების, გაყიდვის და ასე შემდეგ. ამ მხრივ ხომ არ გაიზარდა მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან? გაიზარდა ნამდვილად ბოლო პერიოდში, როცა გითხარით, რომ ბოლო პერიოდში გამოცოცხლება შეიმჩნევა, ჩათვალეთ, რომ მოთხოვნების ალბათ 95% მოდის იმაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, უნდათ, მაგრამ დიდი რაოდენობით არ ვთქვა 10 ჰექტარი, 20 ჰექტარი, 15 ჰექტარი ამაზე ფიქრობენ. გაიზარდა ქირების კუთხით ქალაქგარეთ მოთხოვნა, თუმცა ეს შეიძლება ემთხვევა სეზონსაც, ზაფხულის პერიოდის მოახლოებას, მაგრამ წინა წელთან შედარებით უფრო მეტი მოთხოვნაა და უნდა თბილისის შემოგარენში 3-4 თვით სექტემბრის ჩათვლით, ოქტომბრის ჩათვლით კერძოსახლის დაქირავება და აგარაკებზეც შედარებით გაზრდილია მოთხოვნა ყიდვის კუთხით. ანუ თუ რეკავს უყიდველი და უნდა კერძოსახლეს, უნდა ან ქალაქგარეთ, ქალაქის შემოგარენში, ძირთადად საგურამო, წყნეთი, კოჯორი და თუ თბილისის მასშტაბით არის მოთხოვნა, რომ თქვა თბილისში იყიდოს კერძოსახლი, ესეც უფრო გარეუბნებში არსებულ სეგმენტზე მოდის მოთხოვნა. ნელი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორი მოლოდინი გაქვთ. თქვენ დიდი ხანია ხართ ამ ბიზნესში ჩართული, თუმცა ეს არის გამოწვევა, რომელიც არამხოლოდ თქვენთვის, ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის არის პირველი და ამის გამოცდილება ჯერჯერობით არ გვაქვს. თქვენი მოლოდინი როგორი არის? იცით რა არის, ასეთი გამოწვევები თქვენ მართალ ყოფილა, იყო ჩავარდნებიც, იყო რაღაც ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდა უძრავი ქონების ბაზარზე, მაგრამ ეს უფრო გლობალური, ფართო მასშტაბების არის. ამან გამოიწვია ის, რომ უცხოელების შემოდინება, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება, ინვესტორებიც ალბათ უფრო მეტი დაფიქრებით ჩადებენ ფულს და ვთქვათ, შემოვლენ საქართველოში. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. პრაქტიკულად ალბათ ახალ მსოფლიოში და ახალ ქვეყანაში მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება. მოლოდინს რაც შეეხება, აქ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც ამ ყველაფერთან ერთად არის ლარის კურსი, რაც ავტომატურად პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზარზე. როდესაც მყიდველი ან დამქირავებელი ხედავს განსაკუთრებით მყიდველი, რომ ლარის კურსი თამაშობს და ეს ნახტომი არც ისე შეუჩნეველია და სწრაფად უფასურდება ან რაღაც, ის ყოველთვის თავს იკავებს. მოლოდინს რაც შეეხება, ყოველთვის ოპტიმისტურად ვართ ხოლმე განწყობილები და ვფიქრობთ, რომ როდესაც გადაილახება ეს პერიოდი, შესაბამისად არეგულირდება და ასტაბილურდება სიტუაცია, უძრავი ქონების ბაზარზე ისევ იქნება მოთხოვნები, რა თქმა უნდა. თუმცა ვფიქრობ, რომ დეველოპერებსაც, სამშენებლო კომპანიებსაც მოუწევთ ფასების გადახედვა, ფასების კორექტირება, იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფად გაყიდონ ბინა და რეალიზაცია უფრო მალე მოხდეს. ვფიქრობ, რომ ფასების კორექტირება აუცილებლად მოხდება. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მოხილვა იყო სპეროსი. ბევრს აინტერესებს ახლა ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარი და იქ მიმდინარე მოვლენები. ძალიან დიდი მადლობა. ნელი გოგუაძე, უძრავი ქონების სააგენტო კიბეჯის დირექტორი იყო ჩვენთან ერთად.